ესე იგი ხალხო, ესე იგი TikTok-ზე შევპირდი ხალხს, რომ Lady Gaga-ს სიმღერა რო არის იუდა, ანუ მაგ კლიპის და სიმღერის განხილვა უნდა გავაკეთო YouTube-ზე თქო რა და ეხლა რა ხდება. ანუ Lady Gaga ვიცით ეხლა და ანუ იუდა ესეთი სიმღერა არის ინგლისურად რა. ხო და ეს კლიპი რეალურად მე არ მქონდა ნანახი რა. აქ-იქ კლიპს მოკრავ თვალს ესე თავიდან ბოლომდე ხა კლიპი არ მქონდა ნანახი რა თვითონ. ძირითადად მუსიკას უსმენთ ხოლმე, ხო? ხო და ესე იგი TikTok-ზე ცეკვავდა ერთი გოგო და გააკეთა აი ასეთი მოძრაობები, ანუ Lady Gaga-ს კლიპში რო ცეკვები რო აქვს დადგმული მომღერლებს, აი მაგ მოძრაობები გააკეთა და მივხვდი რომ ეს მოძრაობები კლიპიდან ქონდა აღებული, იმიტომ რომ ცეკვა ვიცანი რა. და ეგ მოძრაობა რო გააკეთა, ეგრევე მივხვდი რომ ოპა, მეთქი აქ რაღაცა ნიტუა. ზოგადად Lady Gaga-ს კლიპები ხო და სიმღერები ხო აი ისეთი დონის სატანისტურია, მაგის მაღლა ლეველი აღარ არსებობს რა. აი ამ შემოქმედებით პროცესში ყველაზე სატანისტურია, მასონური სატანისტური შეთქმულების თეორიები ეს არ არის, აი არის რეალობა, აი ფაქტებს გაჩვენებთ ახლა. ხო და ტექსტის თარგმნოთ და ასე შემდგომ. ხო და ახლა პირველ რიგში მე რა მინდა გითხრათ. ეხლა Lady Gaga-ს ქონდა ბრაზილიაში კოპაკაბანას იმაზე სანაპიროზე ქონდა ლაივ კონცერტი, სადაც 2,100,000 თუ 2,500,000 მოკლედ მაქსიმუმ 2,500,000 მაყურებელი დაესწრო ამ კონცერტს და ამით მაიკლ ჯექსონის და ბოლოს უკვე მადონას რეკორდი მოხსნეს. მან მოიხსნა რომ მაიკლ ჯექსონს 9,500,000 კაცი უყურებდა რამდენიმე კონცერტზე თუ ერთ კონცერტზე, მოკლედ რეკორდი იყო მადონას ხელში და მაიკლ ჯექსონის ხელში. ხო და ეს რეკორდი მოიხსნა, ანუ დამსწრეთა რაოდენობის ამბავში. ხო და ეხლა რა ხდება? ესენი რომ დავალაიქე ეს ვიდეოები, რომ მინდოდა რომ ინფორმაციები ამოეყარა რა. იქ რაღაცებს უყურე ასე შემდგომ. ნუ ხო, პირველ რიგში ხო აი ეხლა მაგაზე რა ვიცი ცალკე არ გავაკეთებ, თვითონ მაგ მთელი კონცერტი იყო სრულიად სატანისტური. ესე იგი მან არის ხოლმე ნაჩვენები ისეთი სცენები, რაც მე პანდემიებით სიკვდილი და რაღაცა ხალხის ხოცვაში და რაც იქნება, ანუ ეგენი ვალდებულები არიან მატრიცაში რომ ხალხს აჩვენონ ეს ყველაფერი. ოღონ კონცერტის სახით აჩვენებენ და ხალხს გონია ეს რაღაცა თეატრალური დადგმა. პირდაპირ მნიშვნელობით აი შედით ლაივ კონცერტი ჩაწერეთ Lady Gaga ბრაზილია ჩაწერეთ და უყურეთ. ჯერ ეს აბრაკადაბრა ხო, ანუ ბოლო ჰიტი მისი არის აბრაკადაბრა ხახნო პირდაპირ, ანუ მაგია პირდაპირ მაგის ტექსტი არც მითარგმნია ჯერ და ესე იგი ჩახუტებული, ესე იგი ჩონჩხებთან ჩახუტებული ცეკვავდა ტიპი, მე აბრაკადაბრაზე უკან აი როგორ იცი ჯოჯოხეთის საწამებელი საკნების ფორმის ოთახები და ეს რაღაც კაბინკები იყო უკან, აი ოთახები ლამაზად გაფორმებული დეკორატიულად და ასე შემდგომ და აი ზუსტად აი ვიღაცას რო აწამებენ იქ უკან, აი ეგეთი ბექგრაუნდი სცენა ქონდა უკან, თავის განათებით იდეალურად ყველაფერი სულ აი ჯოჯოხეთურ წითელ ფერებში იყო რა. თვითონ რა მოძრაობებია, რა ცეკვებია, საერთოდ საშინელება. მე ერთ-ერთი მუსიკა, ანუ იწყება სილაში რო წევს ეს საქონელი კაცი, Lady Gaga არის სინამდვილეში კაცი, ბიოლოგიური მამაკაცია. ეს არის ორსქესიანების თემაში გადის რა თქმა უნდა ბიოლოგიური მამაკაცია და სხვადასხვა ერთ-ერთ კლიპში მამაკაცის ის რო აქვს მაკიაჟი გაკეთებული, იმენა ზუსტა კაცია რა, ეტყობა კიდევაც. და ამას ამ კონცერტზე ერთ-ერთ სცენაში თითქოს იღვიძებს რაღაცა წევს სილაში ჩონჩხებთან ერთად, ანუ ესე ვთქვათ სამარეში იძინენ, მე იღვიძებს და მე რაღაცა ჩონჩხებთან ერთად ცეკვავს. ანუ კატასტროფა იყო რა. ანუ თვითონ ჰიტები ისეთი აქვს და ისეთი ჰიტებია შექმნილი, რომ რა თქმა უნდა, აი აგიყოლიებს, იმღერო შენც აყვე და გახიტდეს რა. ეს პროგრამებია ისეთი, რომ მოგეწონოს რა, ტვინს მოეწონოს, ესე ვთქვათ რა. ხო და მე ამაზე ამომიყარა მე ვიდეოები TikTok-ზე, რომ აი რომ ესე იგი 2007 და 2008 წელსო Lady Gaga როდესაც კონცერტებს ატარებდაო და იდო რა ვიდეოები, ფაქტები, რომ რა ვიცი 10-15 კაცი და 30 კაცი რო პატარა კონცერტები, აი რა ვიცი
სოფელში რაიონულ ცენტრებში კონცერტებს ჩაატარებენ. აი ვითომ ლედი გაგა საწყალი ქალი თუ რომელმაც ესე პატარიდან დაიწყო და ნუ ეს ფაქტებია რა, რეალურად გადაღებული კონცერტებია. რომ აქედან დაიწყო ვითომ და სადამდე მიაღწია რომ უყურებდა 25 კაცი და ეხლა 2008-ში სიტყვაზე 25 კაცი უყურებდაო, მის კონცერტს 25 კაცი ესწრებოდაო, 20 კაცი ესწრებოდაო და ეხლა ესწრება 2 მილიონი ნახევარიო და ანუ ხალხს გონია რომ ეს ლედი გაგამ წარმატებას მიაღწია. აი ასევე დუალიპას შემთხვევაში ახლა მე რასაც მოგუსმენე, ვითომ იუთუბერი იყო და იქიდან იუთუბზე წერდა ვიდეოებს და ასე შემდგომ. ხახნო ეს არის როგორ რომ იცოდეთ როგორ ხდება ეს გაპიარება. ჯერ ესეთი წინასწარ არიან ეს პერსონაჟები, ესე ვთქვათ, შექმნილები და ჩამოყალიბებული ვინ როგორ უნდა გაპიარდეს და ჯასტინ ბიბერიც და ყველანი ესენი ან წინასწარ არის გაწერილი გეგმა ვინ როგორ უნდა გაპიარდეს. ნუ ძალიან მცირედი შემთხვევების გამონაკლისების გარდა, როგორ ხა ისეთი გამონაკლისების გარდა, როგორც არის მაგალითად ახლა ვალია კარნავალი მოსკოვში, ხო? ნუ ახლა TikToker 14 წლის TikToker-ა გოგო იყო და ნუ გაპიარდა, რა ქვია, იმ ბიჭის კლიპში გაიჩნდა იმ გოგოს, გოგო იყო, რა ვიცი 500 კაცის ნაშა იყო და ნუ ბოლოს გააპიარეს, ახლა ულამაზესია და რა ქვია იმ ბიჭს რა, ხო და იმის კლიპში იყო და ანუ ეხა ეგ უკვე TikTok-ის ერაში უკვე სხვანაირად არის პიარდება, მაგრამ მაგალითად ბელა პორშ რო არის, ბელა პორჩ თუ პორშ რო ქვია, TikTok-ზე გაპიარა და თუ არა, ეგრევე ტრანსი შეტენეს ფოტოსესიაზე და ეგრევე ძალიან არ სიამოვნებდა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. თუ გინდა რომ შენ მილიონერი იყო, შეტენეს ეგრევე ტრანსი ფოტოსესიებს, ანუ ბელა პორში მართლა თავისით გაპიარდა. აი არიან ადამიანებიც, აი TikTok-ის მეშვეობით მართლა თავისით გაპიარდნენ, მაგრამ ეგრევე შეტენეს ვიღაცა ტრანსები და რაღაცა ჯოჯოხეთური კლიპები გადააღებინეს რა. მე უკვე ჩათრეული ხდებიან ისინიც გინა არ გინა უნდათ ეხლა იმ ხელა ფულს და ენერგიას იღებენ რომ აღარ ამბობენ უარს. ხო და აქ ეხლა იმის თქმა მინდა რომ ლედი გაგა სიტყვაზე რომ 2008 წელს ასე იგი კლიპში იმაში რა ქვია კონცერტს ატარებდა და ვითომ საწყალი რო იყო და ეხლა წარმატებას თავის შრომით მიაღწია, ეგ ეგრე არ არის. 2008 წელს რო იდგა და იქ პატარა ხალხში ატარებდა კლიპს, ეს იყო მისი სცენარის მიხედვით გაწერილი გასავლელი გზა, რომ ხალხს მე ამ წლების განმავლობაში გონებოდა რომ ეს მისი შრომით დაიმსახურა. აბა ეხლა პირდაპირ ხო ვიღაცას ხო არ გამოაგორებენ და მაიკლ ჯექსონზე მაგარ რეკორდს ხო არ დაადებინებენ. ანუ ეს ხო თვითონ ხალხმაც უნდა მიიღოს, ამას ხო დრო ჭირდება. მე ამ სატანისტური კლიპების გადაღებას ხო ჭირდება მიმღებლობას დრო. რომ ნელ-ნელა ხო უნდა გაპიარდეს და ანუ ნელ-ნელა აპიარებენ, ანუ ეს წინასწარ გაწერილი გეგმა რა. ხო და ეს რეპერტუარები მათ ხელში, ეხლა გაჩვენებთ კლიპის განხილვას, ანუ რეპერტუარები მათ ხელშია, ანუ მათ იციან რომ დაწერენ ისეთ რეპერტუარს, რომელიც მსოფლიო ჰიტი იქნება, მათ ესენი იციან. ხო ხტები? ხო და ანუ ამიტომ ესეთ რაღაცა შედარებები რო კეთდება და ხო ვითომ დუალიპა YouTube-დან გაიქაჩა და რაღაცა, ეგ ყველაფერი დადგმული. ისინი იმ შავ სამუშაოს ასრულებენ იმისთვის, რომ მერე გადავიდნენ შემდგომ ეტაპებზე. ანუ აქ ალგორითმი მუშაობს შემდეგნაირად, რომ შენ ყველა პატარიდან იწყებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე ვთქვათ, შენც პატარა მცირე კონცერტებიდან იწყებ, მეც, ლედი გაგაც, მაგრამ გაიქაჩება ის, ვინც სატანისტურ კლიპებს დაუჭერს ხარს და ახლა ევროვიზიების და მაგთელი ისინი რაც არის შეჩევითი მომღერლების გასამარჯვებელი კონკურსები და რაღაცა ხო ნახეთ რეები ხდება. სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, ჩვენგან კიდე ქართველებიდან ის გახდა ცნობილი, ვინც გაიხადა, ვინც ჩაიხადა და ვინც ანუ ანტიქრისტიანული სიმბოლიკები გამოაქვეყნა ანტიქრისტიანული ან ქრისტიანული სიმბოლიკები დაგმოიქ კონცერტების შოუებში და ასე შემდგომ რა ხო ხვდებით. ანუ იმიტომ რომ მთლიანად ამ სისტემას დემონები მართავენ, ანუ ძალაუფლება, ამ ქვეყნიური ძალაუფლება და ფინანსები არის პირდაპირ ლუციფერის ხელში. ხო და ნუ ამაზე ნათქვამია ზოგადად ქრისტიანობაში რომ უფალი მეფობს მაინც, მაგრამ ეს ძალაუფლება დროებით მათ აქვთ ამ ბოროტ ძალებს და ესე ვთქვათ აძლევენ ამ ძალაუფლების ამ ესე ვთქვათ ნამცეცებს, მათთვის ნამცეცებს და სინამდვილეში მილიარდებს აძლევენ. ნუ ზოგი არც არის სინამდვილეში მილიარდები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში კარგი ცხოვრებას და ესე ვთქვათ აწყობილი ცხოვრებას და ამდენ მოსამსახურეს და ამდენ დამხმარეს აძლევენ იმ ამბავში, რომ ისინი შეასრულებენ მათ დავალებას რა, ამ გლობალისტების დავალებას. ხო და ანუ ძირითადი იდეა აქ რა არის ყველგან. მით უმეტეს ახლა ბრაზილიაში ბოლოს ეს რა ქვია
კარნავალები და რაღაცები რაც ჩაატარეს კი ნახეთ რა ხდებოდა რა სულთან ყველაფერი მიემართება იმისთვის რომ ანუ რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა მიაყენონ ქრისტეს ანუ კონკრეტულად ქრისტეზე არის ესეთი იმიტომ რომ ახლა ძე ჰიპოსტასი განკაცდა და გამოხატულად ანუ ჩვენ ანუ ქრისტე არის ვისაც ჩვენ ვიხილეთ რა მატერიალურ სამყაროში ანუ ძე ჰიპოსტასი ვიხილეთ ჩვენ მატერიალურ სამყაროში ხო ხდებით და ანუ აქცენტი ამაზე არის გადატანილი ქრისტიანობის ამბავში რომ ქრისტიანობის ბრძოლის ქრისტიანობის ბრძოლის ფორმატში ესე იგი ხო ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ჯერ პირველ რიგში TikTok-ის ერთ ვიდეო მქონდა შენახული და გაკრას მოვძებნე და გაჩვენოთ ერთი პატარა ვიდეო ჩანაწერი მაქვს შენახული TikTok-იდან ანუ რო არ გეგონოთ რომ მე გავგიჟდ ანუ ეხლა რასაც მოყვები ამაზე უფრო მეტი სიგიჟით დავიწყებ და მე გადავიდეთ Lady Gaga-ს Judas კლიპის განხილვაზე აქ არის საუბარი ეხლა იმაზე რომ თუ შეგიმჩნევია რომ ან მუსიკალურ თელ ამ სისტემებში ან რადიოში და ასე შემდგომ ხშირად ერთობა სიმღერა და ძირითადად სიმღერების მისამღერები არის ლა 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 აი ლა 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 ესა სხვადასხვა ენაზე ეხლა მოусმინოთ აი на радио постоянно включают ты замечал что на радио постоянно включают песни в которых поется что-то типа ла 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 ეხლა გაჩვენოთ აუ სადავა პაუზე აღარ მახსოვს ახლა მე მეგონა რომ დაჭერილი მქონდა ხელი მოკლედ თავიდან ვიწყებ ახლა რა ты замечал что на радио постоянно включают песни в которых поется что-то типа ла 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 или ра-ра-ра. О чем ты? ანუ თუ შეგიმჩნევია რომ რადიოში ხშირად აი ზუსტად ამ ლა 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 ან რა 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 აი ასეთი ტიპის მისამღერებით ხდება სიმღერების გაშვება თან სულ ყველა ეგრეა უმეტესობა ეს არისო ეგვიპტური ღმერთების ეგვიპტური ღმერთების სახელები ნანაც ანალოგიური ღმერთის სახელიაო ეს არის მესოპოტამიური მთვარის ღმერთი და მათ ამ ღმერთებს უნდათ რომ ადამიანები მათ ეთაყვანონ რა так что петь эти песни по сути то же самое что поклоняться этим богам ანუ ამ სიმღერა ანუ თითქმის იგივეაო რომ იდეაში იგივეა რაც ამ ღმერთების თაყვანისცემაო რა ანუ ამას უბრალოდ იმღერებ კონცერტზე აყვები ამ სიმღერებს უკვე შენ ეთაყვანები იმ ღმერთებს შენ არ იცი მაგრამ რეალურად ინსტინქტურად ანუ მექანიკურად თუ ირიბად თუ როგორც არის მექანიკურად ამას აკეთებ რა შენგან დამოუკიდებლად მაგრამ ამას აკეთებ напевая прилипчивую мелодию ты как бы славишь бога упоминая его имя ანუ ლოცულობ მას ანუ როგორც ლოცულ აი ლოცვა რა ქრისტიანობაში და ნებისმიერ რელიგიაში ანუ ლოცულობ ამ ღმერთებზე ამ სიმღერებით რა ра бог солнца რა მზის ღმერთი создатель всех богов и людей помнишь ли გახსოვთო აი რა მზის ღმერთი ყველა ხალხებისა და ის создатель всех богов и людей ყველა ღმერთებისა და ხალხების შემქმნელიო помнишь Lady Gaga გახსოვსო Lady Gaga-ო но ла 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 конечно самая распространенная молитва ла ყველაზე ლოცვა არის ესეცო რა это богиня луны в египетском пантеоне ანუ ეს არის ლა ეს არის ლა богиня ანუ ქალღმერთი богиня луны თვარის ქალღმერთი ეგვიპტურ პანთეონში ახ მე ხო არ ვიგონებ ხო ესია რა это богиня луны ეს დამთხევა არ არის реально славит ее почти წარმოიდგინეთ აჰა პიტერ ქები ადგას ერთ-ერთ ფოტოში რიანა ყველა თავის სიმღერაში თითქმის მაგას სვავსო რა ანუ ეს არის თაყვანისცემა ამ მისამღერით თაყვანისცემას ახორციელებს ესე იგი მომღერალი და მთელს მსოფლიოს აცემინებს თაყვანს აი ამ ეგვიპტურ ღმერთებზე და ნუ პლუს სხვა а кто еще Жанна Фриске ჟანა ფრისკე ხალხო წარმოგიდგენიათ რომელიც ახლა ბოლო წლებში რამდენი წლის წინ კიბოთი გარდაიცვალა быть не может чувак теперь мне танцует слезы и луна реально стрёмно еще бы ты никогда не задумывался зачем они это делают все эти ла-ла-ла это же ничего не значит ну похоже что на самом деле это что-то значит для них გამოდის რომ მათთვის რაღაცას ნიშნავსო რა ანუ ესეთ რამე დამთხევა ფიზიკურად ვერ იქნება მოგეთ ეს გაჩვენეთ იქ რაღაცა მომენტში დავაპაუზებ თუ რა ვქენი არ ვიცი ხა ხელი მქონა მეგონა დაჭერილი შეიძლება ორჯერ გამეორდეს კადრი არ ვიცი მოკლედ
ხო, ეხლა გაჩვენოთ მე თქვენ ხო არის ჩართული, მეგონა რომ ჩართული იყო. მოგეთ ერთობლივად გავაკეთოთ, მოდი თან აი ესე იგი კლიპს მე ვერ ჩავთავ, უბრალოდ კადრებს გავაჩერებ ხოლმე და კადრებს გაჩვენებთ. Lady Gaga, Judas, Iuda რა, Judas ინგლისურად ჩაწერთ და ამოაგდებს კლიპს და კლიპი თქვენ თვითონ ნახეთ, იმიტომ რომ ხა მე რო ეს მუსიკა ჩავრთო, გაფრთხილებას მომწევს სტრაიკს ამარტყავს, ესე იგი გაფრთხილებას ამარტყავს ისა ჯარიმასავით მივიღებ YouTube-ისგან რა. აიცადე ხო, ამიტომ ეხლა მე მივატრიალებ კადრს, რაღაც კადრებს გაჩვენებ და თან პარალელურად ნათარგმნი ტექსტი რაც მაქვს იქ translate-ში ვთარგმნე, შვენივრად თარგმნა, რას მღერის და რას აჩვენებს Lady Gaga ამ კლიპში. ხო, აქ ესე იგი ბაიკერები მიდიან, ესეთი მსვლელობა არის რამდენიმე ბაიკერის. ზოგს იუდა აწერია, ზოგს რაღაცები სახელები აწერიათ. მაგრამ ეხლა დავიწყოთ რა. აი შეხედეთ. სიკვდილზე გამარჯვების ეს სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. არის განუხეს მეკობრეების კი იყენებენ გასაგებია, მაგრამ ეს არის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, რომელიც ჯვარცმის ძირში გამოისახება. ეხლა ეს ხახნო როგორ თემა არის, იცით რომ ვიღაცეებისთვის შეიძლება ეს ყველაფერი, რასაც ეხლა მე მოვყვები, არაფერია, მაგრამ ეს ჩვენთვის მორწმუნეებისთვის ნათლად დასანახია, რომ ანუ თვალსაჩინოა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ არის. მოკლედ, ამიტომ მე მოვყვები და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. ვის როგორ მიმღებლობა ხო ყველას ერთნაირი მიმღებლობა ვერ ექნება. აი შეხედეთ, პირდაპირ ჯვარცმის, ესე იგი, ძირში რაც გამოისახება, ოღონდ აი რა თქმა უნდა შეცვლილია და ემოციებია გამოხატული, გაბრაზებული თავის ქალა, ესე რომ ვთქვათ, ეს არის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, გამოსახული არის უკვე აქ ყველა იმაზე. ყველა ბაიკერს ეგ აქვს ზურგზე, მოკლედ, აი ბატონო, აი შეხედეთ, ნუ ამას არა, დანჩეს ყველას აქვს გამოსახული ესე რა. აქ უკვე სიმღერა იწყება. მე შეყვარებული ვარ ესე იგი იუდაზეო. პირველივე კადრში ეგრევე უამრავი ჯვარი ჩნდება, მინიშნება რაზე მიხვდებით უკვე. და ეგრევე იუდას რო ამბობს, ესე იგი ეგრევე შეხედეთ ხახნო რა ხდება, აი პირდაპირ. ქრისტეს გვირგვინი, ესე ვთქვათ, ისა ეკლიანი გვირგვინი. გოლგოთის სცენიდან. პირდაპირ ხო ხედავთ რაზეა საუბარი. საინტერესო ფაქტი, ეს არის დადებული ეს კლიპი 14 წლის წინ. ეს გახლავთ დერილი, ანუ მოსიარულე მკვდრებში, სერიალ მოსიარულე მკვდრებში ეს ამ ბიჭის პერსონაჟს ჰქვია დერილი. ანუ სახელი და გვარი რას ჰქვია, ზუსტად აღარ მახსოვს ახლა რა, მაგრამ The Walking Dead, ანუ მოსიარულე მკვდრები ვისაც გაქვთ ნანახი. ხო და სერიალი მოსიარულე მკვდრები როდის დაიწყო? -14 ის 2000 არც არ მახსოვს, მოკლედ დაახლოებით მე პირველ თუ მეორე სეზონში გამოჩნდა, მოკლედ აღარ მახსოვს, მაგრამ ზუსტად აი ამ კლიპის ეხა ეს მსახიობი, ცნობილი მსახიობი იყო და უამრავ პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აი ამ კლიპის გადაღების შემდგომ ან კიდე მაგ პერიოდში დაახლოებით ზუსტად დაიწყო მოსიარულე მკვდრების სერიალი და ზუსტად მერე გახდა კიდე, ანუ ყველაზე მეტად პოპულარული, ეს ხა უკვე 60 წელს მიუკავშირებს მალე. და უკვე წლები ეტყობა. ხო და ამის მერე, აი ამ კლიპის მერე გახდა ეს ბიჭი ბევრად უფრო პოპულარული. ანუ ამ კლიპმა კი არ გააპოპულარულა, ესე რომ ვთქვათ, სერიალმა გააპიარა, მაგრამ სინამდვილეში აი ამ სატანისტურ კლიპში მიღებით მიიღო მეტი ბენეფიტი ამ დერილის პერსონაჟის მსახიობმა რა. ზოგადად კაი ტიპია, მაგრამ ხო ხდებით რაზე ვლაპარაკობ. მე აქ ბაიკერები შედიან აქ ესე ვთქვათ და მე იწყება ცეკვები რა, რაღაცა ეზოსავით არის მოწყობილი დეკორაცია. აი ეს ეკლიანი გვირგვინი და აქ აკურთხდა სხვადასხვა სცენებში აკურთხებს, ესე თუ მაკურთხებელი მარჯვენით აკურთხებს სხვადასხვა სცენებში, ესე ვთქვათ, ქრისტეს განასახიერებს ამ მომენტში ეს ვიღაცა ბიჭი. მე იწყება აქ ცეკვები. წითელი სამოსი. ესე იგი იკონოგრაფიაში წითელი სამოსი, ეხა ამას იკონოგრაფიას როგორ უნდა შეადარო, მაგრამ ამათა ძალიან კარგად იციან. იკონოგრაფიაში, ანუ ხატწერაში, ხატების გამოსახვაში წითელი ფერი გახლავთ, ესე იგი წმინდა მოწამის, ანუ მოწამეების, ანუ წმინდა მოწამეები, როდესაც გამოისახებიან ხატებზე, ზუსტად იქ ესე იგი წითელი წმინდა მოწამეების სამოსი არის წითელი შეფერილობის. აი ეს წითელი ფერი ამ შემთხვევაში ეს ვაჟ ბატონი კუპალნიკებით რო დარბის წითელი ფერი
ესე ქრისტეს რომ მოწამე რო ქრისტე რო აწამეს, ანუ გოლგოთის სცენის გათამაშება არის სიმბოლოებით. აი ეს წითელი ფერი აღნიშნავს ზუსტად მაგას, რომ ქრისტე რო აწამეს. პლუს იქ იუდამ რო თავი მოიკლა. თან აი აქ ესე იგი ნახეთ, მოიცადე ხო ჩამოკიდებული აქვს თუ მიკერებული აქვს პირდაპირ ძუძუს თავებზე ჯვრები. გავაგრძელოთ. ჯვრები აქვს მკერდზე პირდაპირ. აი ეს მომენტი მინდა გაჩვენოთ. შეხედეთ. ოპა, ხედავთ? ეს არის ერთ-ერთი ცნობილი მასონური ნიშანი, სატანისტური, როდესაც ნებისმიერი სახით, ესე იგი, როდესაც ნებისმიერი სახით, აი ესე ხელაფარებული ცალი თვალი. ანუ ეს არის ყოვლის მხედველი თვალის ნიშანი და მე ამაზე ვიდეოები ვნახე, ესე იგი, ანუ ჰოლივუდში რაც კი ფილმები ახალ გადაღებული, მინიმუმ 50%-ის პოსტერებზე არის გამოსახული ან ცალკე თვალი, ან ჭუჭურტანიდან მოჩვენება იყურება. მოგეთ ესე ხან ესე დოქტორი სტრენჯი, ისინი აი ყველანაირ ფილმზე თითქმის 50%-ზე მეტ ფილმებში აი სულ ესე ნიშნულობა არ აქვს. თორემ რომ ცალი თვალი არის გამოჩენილი პოსტერებზე, ძალიან ბევრი პოსტერი იყო, ეხლა უბრალოდ ყველაფერს ხო ვერ ჩავამახსოვრებ. აი ეს არის ზუსტად, აი ეს არის ამ შემთხვევაში აფარებული ხელის აფარება თვალზე და ცალი თვალით ყოვლის მხედველი თვალის ნიშანი რა. აი ეს სიმბოლიკა. თან წამიერად არის თან შეხედეთ აი. რა უცებ გადადის კადრი. თან პარალელურად გადავიდეთ Google Translate-ზე. შეგიძლიათ თქვენს გადაამოწმოთ, ესე იგი, უნდა ჩაწეროთ ამ Lady Gaga-ს Judas lyrics, ანუ ტექსტი. Google-ში მე ეს Google-დან დააკოპიროთ ტექსტი, უბრალოდ აქ აჰაჰა და რაღაც ეს შორისდებულები რაც იყო ამოვშალე რა. ეგენი აკლია დანჩენ ტექსტი შიგნით არა იყურეთ. ტექსტი იწყება ესე, ანუ ინგლისურად რომ რას მღერის Lady Gaga. შეყვარებული ვარ ჯუდზე, ანუ იუდაზეო. როცა დამირეკავს მზად ვარ, ანუ აქ ეხა პირველ რიგში რა უნდა იცოდეთ, აქ სრულყოფილი ტექსტს ნუელოდებით. აქ თავარი რა არის, იცით? ფრაგმენტები რას ამბობს? ფრაგმენტულად ეს გამართული ტექსტი არ იქნება სიმღერაში. თავარი ფრაგმენტებია რას ამბობს რა. ანუ ეს ჩამოყალიბებული თხრობა აქ არ არის ტექსტში, რო იცოდეთ და არც იქნება. შეყვარებული ვარ ჯუდზე, როცა დამირეკავს მზად ვარ, თუ დასჭირდება, ნახეთ, თუ დასჭირდება ფეხებს თმით დავიბან, აპატიეთ მას. ანუ უყურეთ, აქ ეხლა რა არის? ფეხებს თმით, ანუ რომელი მენელსაცხებელმა დედამ თუ ბოდიში ხა ვეღარ ვიხსენებ. მე მგონი მეძავი რო იყო და რო შეინანა, იმან დაბანა ფეხები თუ სწორად მახსოვს, ანუ სახარებაში ქრისტეს დაბანა ფეხები და თმებით შეუმშრალა. თუ რაღაც ეგეთი სცენა იყო. აი ეგ არის ეგ სიმბოლიკა არის გათამაშებული ფეხებს თმით დავიბანო, ანუ my hair needs, მაგოთ ხო ხვდებით, აი ფეხებს დავბან ჩემი თმითო. აპატიეთ მასო. She's tongue lies, ხო. მოგეთ აპატიეთ მასო ალბათ ეგ იუდაზია საუბარი, ან კიდევ იმეძავ ქალზე, როცა ენა მის ტვიში დევს ეს ვერ გავიგე, დევს სამჯერ მერეც მღალატობს. აი სამჯერ მერეც მღალატობს. სამჯერ ღალატი აქ იგულისხმება პეტრე მოციქულის მიერ სამჯერ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფა ქრისტესი. ჩამოვაგდებ, ჩამოვიყვან, მე ქმემოთ, I'll bring him down, ანუ ვიღაცის ჩამოგდებაზე საუბრობს, არ ვიცი რომელზე საუბრობს. იმაზე იუდა რო თავი რო ჩამოიხჩო იმის ჩამოგდებაზეა საუბარი, თუ ქრისტეს ჩამოგდებაზე ვერ გავიგე, მაგრამ ქვემოთ მეფე, ანუ king with no crown, ანუ მეფე გვირგვინის გარეშე, მეფე გვირგვინის გარეშე. აქ ალბათ იგულისხმება, რომ თვითონ იუდა არის მეფე, ანუ ერთ-ერთი სექტანტური მიმდინარეობა რომ იყო, რომ ესე იგი იუდას რო ქრისტე არ გაეცა, ანუ თვითონ ჯვარცმა და გოლგოთის მისტერი არ მოხდებოდაო, ამაზეა საუბარი. ამ მიმართულებას აწვება რა თქმა უნდა Lady Gaga ამ სიმღერაში და ანუ ამ შემთხვევაში მეფე გვირგვინის გარეშე იგულისხმება იუდა, რომ იუდა არის ამ ყველაფრის შემოქმედი, ანუ იუდამ შექმნა ქრისტეო, ეს მწვალებლური იდეაა ზოგადად. მე უბრალოდ წმინდა სულელი ვარ, პატარავე რაღაც შეუძლებულები, ეს ძალიან სასტიკია, მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვარ იუდაზე. პატარავ მე უბრალოდ წმინდა სულელი ვარ. ანუ აქ არის იგულისხმება ის, რომ მისი თვითმკვლელობა რაღაც თითქოს გმირობას უტოლდება და წმინდა სულელური თითქოს და წმინდა სულელური მოქმედება ჩაიდინა. მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვარ იუდაზე, მე მოიცა რა მოდის. ნახე რას ამბობს, ასე წმინდად ვერ შევიყვარებდი კაცს, წინასწარმეტყველებმაც კი აპატიას მისი სულელური გზა. გაიგეთ?
მისი სულელური გზა წინასწარმეტყველება ნაწინასწარმეტყველები ხო იყო რომ ის მოწაფე გაყიდა ესე ვთქვათ ქრისტეს მესიას და მერე მათაც კი წინასწარ აპატიესო რა სიყვარული აგურივითაო ჩაძირა მკვდარი ჩამოვაგდებ ჩამოვიყვან აქ ნუ ალბათ აქ ვერ გავიგე რა წერია მაგრამ აქ შესაძლებელია ის გულისხმობოდეს რომ სამ დღეში ავაშენებ და დავანგრევ ქრისტე რომ ამბობს რა ტაძარზე რა მოკლედ რა მეფე გვირგვინის გარეშე მე აქ არის კიდე ძალიან საინტერესო ფრაგმენტი წამს იმეორებს აი აქ ძალიან მაგარი შეხედეთ ყველაზე ბიბლიური გაგებით მე ვარ მონანიების მიღმა დიდება ჰუკერიო ანუ ეს ვინ ჰუკერს ადიდებს არ ვიცი მაგრამ ყველაზე ბიბლიური გაგებით მე ვარ მონანიების მიღმაო გესმით რაზეა საუბარი იუდას თვითმკვლელობაზეა საუბარი ვენჩი ღებინებს გონებას მაგრამ კულტურული გაგებით მე მხოლოდ მომავალ დროში ვლაპარაკობ იუდა და ნახეთ რა წერია ხახნო აი უპიკი მკრეხელობის მაკოცე თუ გაწყენინეო ანუ იუდამ ხო გაცემის მიზნით ქრისტეს აკოცა ანუ აქ რასაც იგულისხმება აქ თქვენი თუ მიხვდებით თორე აი თქვენი თუ მიხვდებით თორე მე ამას ვერ განგიმარტავთ იმდენად დიდი მკრეხელობა წერია აქ ვერც კი განგიმარტავთ უბრალოდ ნახეთ უბრალოდ ვიტყვი ან მაკოცე თუ გაწყენინეო ან შემდეგ ჯერზე პრეზერვატივი ანუ აცვია არასწორად არის ნათელი ან კიდე პრეზერვატივი მოირგეო გესმით რაზეა საუბარი ამას ვერც კი ვიტყვი რაზეა საუბარი მინდა მიყვარდე მაგრამ რაღაც მაშორებს შენგან იოსო მერე ჩემი სათნოებაო და იუდა არის დემონიო ეხლა შეატრიალა პლასტინკა უკვე რომელსაც მე მივეკიდებიო უბრალოდ წმინდა გესმის my verted Judas is the demon I cling to ანუ მივეკიდები ალბათ მიეჯაჭვების ნიშნავს არ ვიცი ხა ეს ვეკიდები რას ნიშნავს ახლა ცოტა არასწორად აქ ნათარგმნი ეს ადგილი მე გზელდება და მეორდება ტექსტი ანუ ესე გოლგოთის მისტერიის თემები არის სიმბოლიკები გამოყენებული აი სრული სატანიზმი რა ვინც მიხვდით რაზეა საუბარი ეხლა გავაგრძელოთ კლიპი მე უყურეთ ეს ეგვიპტური ამ ფარაონებს რაც ქონდა თვალებზე გაკეთა ნუ ესეც ერთ-ერთი ღმერთის გამოსახულება და ამ ყოვლისხედველი თვალის სიმბოლო რა აი რაც გამოისახება აი აქ ამბობს king with no crown ანუ მეფე გვირგვინის გარეშეო აი აქ მიუთითებს აი ამ სიმბოლოზე რაც გოლგოთის სიმბოლოა ანუ ეს იგულისხმება ვინც არიცით ანუ ჯვარცმის ძირში რატომაც არის ეს თავის ქალა და ეს ჩონჩხი გამოსახული ანუ ეგეთი საეკლესიო გარდამოცემა არსებობს რომ როდესაც ქრისტე გოლგოთაზე აწვეს ჯვარს ანუ სიმბოლურადაც ასე გამოისახებაო და თან პლუს ანუ ზოგადად სიმბოლურად ეს ნიშნავდა იმას რომ ადამის მიერ ჩადენილი ცოდვა ანუ კაცობრივი ბუნების დაცემა გამოისყიდა ქრისტემ და თან პლუს ნუ გარდამოცემა ეგეთი რომ იქ იყო კონკრეტულად დამარხული კაკარას რომ სადაც იყო დამარხული ესე იგი ადამი და ევა ვინც იყვნენ პირველი ადამიანები ადამის ჩონჩხი სადაც იყო პირდაპირ იმის თავზე ანუ იქ მიწაში იყო დამარხული და იმის თავზე ჩაასეს პირდაპირ ის ჯვარი და პირდაპირ ამ ადამის ძულებზე მოხდა ქრისტეს წამება და ესეთი გარდამოცემაა და მთელი ესე იგი ქრისტეს მიერ დაღურული სისხლი ჩავიდა ადამის ძულებამდე და მოხდა ამ კაცობრივი ბუნების გამოსყიდვა და მოკლედ აი ხოხდებით რაზეა საუბარი რა ესე თქო ამ ცოდვების გამოსყიდვა ქრისტეს მიერ და ეს გამოისახება უბრალოდ ხა ესეთი დაბღურული სახის ის არ არის ჯვარცმებზე გამოსახული და ანუ ეს იგულისხმება ამაში იგულისხმება ადამის თავის ხალა და ადამი და ევა რო იყვნენ ადამი და მისი ძულები და ანუ ეს გადმოცემა არის რა გარდამოცემა არის საეკლესიო რომ თითქოს იქ იყო ესე იგი ადამის ძულები რა სადაც ქრისტე აწამეს აქაც ესე იგი აი აქაც მაკურთხეველი მარჯვენეთის ეკლესიის გვირგვინიანი მამაკაცი რომელიც ქრისტეს განსახიერებს აკურთხებს ვიღაცას აი ეს მომენტი უნდა გაჩვენოთ უეჭველად რა რანერი გაფრთხილებაც არ უნდა ამარტყან აი ყურეთ ხედავთ down თან პლუს აი თაყვანისცემა მეტანის იმას განასახიერებს ანუ ესე თაყვანისცემას აჩვენებენ ან თაყვანისცემის სიმბოლიკაა რა რომ თაყვანს სცემენ რა იუდას
აი აქ უკვე იარაღით შემოდის სცენაზე ლედი გაგა როგორც ეს განასახიერებს სიკვდილს აქ ქრისტეს განსახიერება ისე ეკლიანი გვირგვინით განასახიერებს იარაღით შემოდის რა აი აქ იუდა აწერია ამ დერილის კაკრას დერილი ვთქვათ იუდა აწერია ზურგზე ას ქრისტეს განასახიერებს ეს არის იუდა და ეს არის სიკვდილი ამ შემთხვევაში თან შავი სამოსი აქვს კიდე იქ რაღაცა უკეთია ხო კაკრას მეც გაჩვენებთ აი აქაც აი ამას გეუბნებოდით აქაც სპეციალურად ეს ვარცხნილობით ჩამოწეული აქ თმები ამ მარჯვენა თვალზე რომ ეს მარცხენა თვალი ქონდეს მარტო მარცხენა თვალი ქონდეს გამოჩენილი ანუ მასონურ სიმბოლოა ესეც ქრისტე და ან ნახეთ რას აკეთებს ანუ ხვდებით რა სცენა არის თითქოს სიკვდილი კლავს იუდას და თითქოს ეს ქრისტეს ბრალი აი ესეა გამოყვანილი რა მე აი კი იარაღს ადებს და იარაღიდან სიმბოლურად გამოდის პომადა ეხა ეს სიმბოლიკა რა არის ეს სისხლის დაღვრას ნიშნავს მაგრამ ზოგადად ეხა ნახეთ სისხლი და წყალი ეხლა უყურეთ სისხლი და წყალი ანუ როდესაც ქრისტეს პირდაპირ ზუსტად ეს ადგილი არის მუცლის არეალი არის ნაჩვენები აი აქ შენელებული კადრით ესე ვთქვათ და შეხედეთ აი მუცლის არეალზე ხელები უდევს და იქაც ხელები ხოედო არის ნაჩვენები ზუსტად ის ადგილი მუცლის არეალი სადაც ქრისტეს შუბი აწგერეს და გადმოვიდა ერთო ანუ უკვე გარდაცვლილი რო იყო ესე ვთქვათ ქრისტე მკვდარი იყო და რო შეემოწმებინათ ანუ ადამიანი ცოცხალი იყო თუ არ იყო და ანუ მკვდარის სხეულიდან სასწაულებრივად რომ გარდამოდინდა ერთობლივად სისხლი და წყალი. აი აქ არის ეს კადრები ნაჩვენები. აქ მთელი ზღვის ტალღებია და აი ხა ზღვის ტალღებია. აი პირდაპირ ხაზგას მარიამის და ქრისტეს ეს სცენა, აი წყლის გარდამოდინება ჯვარს გოლგოთაზე ჯვარზე რა. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული. შეხედეთ ქრისტეს მხრიდან, აი წყალი, წყალსასხავს ვაზიდან რა. ქრისტეს რო სისხლი გარდამოვიდა მუცლიდან. მერე უკვე ფეხდბანვა, უკვე აი ფეხს ბანენ. ფეხდბანვის რიტუალი. მოციქულებს რო ფეხი დაბანა ქრისტემ, აი კარგად არის ნაჩვენები. აქ მერე ამბორი უკვე ესე ვთქვათ რა. ქრისტეს რო კოცნეს რო გასცეს ქრისტე რა. ხო, აი ქლენ თუ ანუ მე ვეჭიდებიო. ანუ ეხა გადავთარგმნე სპეციალურად ცალკე. იუდა არის დემონიო, რომელსაც მე ვეჭიდებიო რა. აი მოჭიდებას ნიშნავს, ხო? აი ამ სცენაში ამბობს რომ მე ვეჭიდები იუდასო რა. ქრისტე არის სათნოება, იუდა დემონი, მაგრამ დემონს დემონი იუდას ვეჭიდებიო, ესე ამბობს. ამ სცენაში ვინ ჩაქოლეს ეს ვერ გავიგე. იქ ჩაქოლის რიტუალი რო იყო, არ ვიცი რაღაცა ვერ მივხვდი რა. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო დავამთავრე, ეს იყო ამ სიმბოლიკების განხილვა, ეს არის სულ სიმბოლიკებზეა აწყობილი მთლიანად ეს ამათი შოუ ბიზნესი და საერთოდ ეგეთი რამეა ნათქვამი რომ ვინც სიმბოლიკებს, მე კი არ გაშინებ, უბრალოდ ეგრეა ნათქვამი რომ ვინც სიმბოლიკებს და ამ სიმბოლიზმებს და მთელ ამ ნიშნებს და ამ ლოგოებს და ყველაფერ ამ თემებს არ აღიარებს, რომ სიმბოლოებით იმართება მთელი სამყარო, ის ადამიანები მეხუთე განზომილებაში ვერ გადავლენო რა და ამიტომ საჭირო ამ ყველაფრის ფერში ცოტა მაინც ვიყოთ გათვითცნობიერებული. პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ აი ჯობია ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ კორეა ვიყოთ, რო არსებობდეს სინამდვილეში მართლა ეგეთი რამე. ჯობია იყოს დიქტატურა, მართლა ვიძახი, აი უკვე სიღრმეებში რაც უფრო შედიხარ, მე მამაში ვწუნდები რომ ჯობია იყოს დიქტატურა და ჩაკეტილი ვიყოთ ბოლომდე და ესეთი ანუ საშინება არ შემოდიოდეს, ანუ მოსასმენად ჰიტია და აგიყოლიებს, მაგრამ სულ სატანისტური სიმღერებია, ანუ ჯობია ვიყოთ დიქტატურაში ვცხოვრობდეთ დიქტატურაში და ამას არ ვუსმენდეთ, ვიდრე რომ ვუსმენთ. ეხლა ვერ გაიქცევი რა, ყველგან ეს ისმის და უკვე აყვები სიმღერას რა. და მოგდა ამ ყველაფრის ნაწილობრივ მონაწილე ხდები ადამიანი და კიდე აქ იმას დავამატებდი რომ ამდენი თვითმკვლელობები და ანუ შფოთვითი აშლილობები რო აქვთ ადამიანებს, ეს მარტო ბავშვობის ტრამვები არ არის. ამ შფოთვით აშლილობებს, სასოწარკვეთილებებს და ძალიან ბევრ რამეს იწვევს ეს პროგრამირება ფილმებიდან და კლიპებიდან და სერიალებიდან რა. და ესეთი შფოთვითი აშლილობები და ხალხი რო ანუ დალაგებულად რო არ არის ზოგი და მეტნაკლებად ეს ყველას გამოგვივლია, ეს არის ამ ყველაფრის ბრალი, იმიტომ რომ ხალხს აზომბირებენ ამ კლიპებით. ეხლა ნუ ვერ ჩაიკეტები მთლიანად ყველანაირად
რომ ყველაფერს მოწდე, მაგრამ სამწუხარო რეალობა ესეთია, ხო ხვდებით? ხო და ეხლა კიდე იმას ვიტყვი, რომ ესე გლეხურად, იმიტომ გაჩვენებთ ეკრანზე და რაღაც, რომ მე ეხლა ტელეფონით ვიღებ ამ ყველაფერს და მონტაჟების საშუალება არ მაქვს, რაღაცა slideshow-ს თუ დავადებ ხოლმე და მორჩა. ამ ეტაპზე ჯერ მონტაჟების საშუალება და ტექნიკური და ესეთი მხარდაჭერა არ მაქვს და ამიტომ ესე გლეხურად, ესე ვთქვათ, გაყურებინებთ, რასაც გაყურებინებთ ეკრანზე და არ არის მონტაჟის კარგი ხარისხიანი მონტაჟი არ აქვს რა, მაგრამ თავარია რომ სათქმელი მე მგონი გაიგეთ. ახლა არ ვიცი, ზოგს მოწონს ეს ჩემი ვიდეოები, ზოგს არ მოწონს. მე მინდა და ვდებ და დანარჩენი თქვენցით, ვისაც არ მოგწონთ ხალხო და რავი, არანორმალური ვისაც გქონი ვართ, unfollow გამიკეთეთ და დაისვენეთ თქვენს და მეც დამასვენეთ. ამიტომ გავთიშე კომენტარები რომ ტვინი ვეღარ აზროვნებ და ისეთ შხამებს აფრქვევენ. ეხლა ხალხს როგორ გონიათ, იცით რომ 1000 კაცი რო შეგაქებს და ერთი რო გაგაკრიტიკებს ის გაატარეო, მაგრამ ეხლა მე ის კი არ მინდა რომ 1000 მე ერთ თემად შემაქონდა ქება დიდებაში ვიყო. არა ხალხო მე არ მაინტერესებს. კომენტარებს გათიშვა რას ნიშნავს და არ მაინტერესებს არც ქება, არც დიდება, არც კომპლიმენტი, არც უარყოფა, ბავშვ არ მაინტერესებს. მე ვდებ ინფორმაციას რაც ჩემი თვალთახედვით მე როგორც ვხედავ სამყაროს და არის ჩემი სუბიექტური აზრების და ასევე ობიექტური რეალობაც რაც მინდა რომ თქვენს დაინახოთ და თავისუფალი სივრცე არის. ჯერ ისედაც იმდენი შეზღუდვა აქვს ამ TikTok-ს და YouTube-ს, მაგ შეზღუდვები გვეყოფა ხალხმა. ამიტომ ვისაც მოწონს უყუროს, ვისაც არ მოწონს ნუ უყურებს. მორჩა და გათავდა, მეტი რა გავაკეთო ხა. სულ თქვას დაარსებობას ახლა რადგან ვიღაცებს არ მოუწონარ, ვერ შევწყვიტავ რა გავაკეთო. მე მესმის ვიცი ვისაც არ მოუწონარ და გულზე არ ვეხატე, მაგრამ უბრალოდ ეს არის ინფორმაციები, რაც საზოგადოებას გამოგვიძებაში ეხმარება. მე ამსე დეტალებს რო ხედავენ, მე ისეთ დეტალებს ამჩნევენ, ხალხს ისეთ რაღაცებზე დაეწყო გამოგვიძება და ისეთი დეტალების შემჩნევა დაიწყეს. დედას უფიცა ვარ, მე რო ის კონტენტები არ გამეკეთებინა, რაც მე TikTok-ზე ვაკეთე და ცოტა აქაც შანსი არ არის, არაფრის დამნახავი არ იყო ზოგიერთი ის რაც ახლა დაინახეს კონკრეტულად ჩემი დამსახურებაა. ხი ტრეილერებიდან დაწყებული, პოლიტიკური მოვლენებით დამთავრებული. ხალხი რომელიც მე მლანძღავდა და ყველაფერი კონსპირაციულ სიგიჟეს შელაპარაკობ, მაგათი კომენტარები მე პოლიტიკურ რაღაცა რეალობებზე და აქციებზე და რაღაცებზე ვიდეოებზე კომენტარები ვნახე მე რომ აკრიტიკებდნენ და ჩემი ენით ლაპარაკობდნენ იქ უკვე რა და ბაძავდნენ უკვე რა და მე რომ რაღაცები ვერ შემომჩნე უკვე იმათმა შეამჩნიეს ჩემზე უკეთესად. ამიტომაც ამ გამოგვიძებას გამოგვიძების პროცესს თავისი შედეგები აქვს. ხო და მოკლედ ეს გაჩვენეთ. კიდე რამე საინტერესო კლიპები რაც იქნება ერთი ვერ განხილოს დავამატეთ მე კიდე რა.